დღეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტი სამი მიმართულებით გაკეთდა. დაფინანსება გაიზარდა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. აქედან საპენსიო ხარჯებზე 326 მილიონი ლარი, სოციალურ დახმარებაზე 575 მილიონი, საყოველთაო ჯანდაცვაზე 300 მილიონი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვასა და რეაბილიტაციაზე 18 მილიონი ლარია გაწერილი. დაფინანსება ასევე გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 764 მილიონი ლარით, სოფლის მეურნეობას კი 290 მილიონით. დაფინანსებაზე მოთხოვნა გაცილებით მეტია და საჭიროება გაცილებით მეტია, ვიდრე ამის ჯამური რესურსი არსებობს. მე შეხვედრაზეც გავაჟღერე და გავიმეორებ, რომ დაახლოებით 1,5 მილიარდით მეტი იყო მოთხოვნილი დაფინანსება, ვიდრე ამის რესურსი არსებობს. შესაბამისად, ყველა სამინისტროს აქვს გარკვეული პროექტები, რომლის დაფინანსებასაც ითხოვს, გაზდას ითხოვს, ან ახალი პროექტების და პროგრამების დაფინანსებას ითხოვს. შესაბამისად, ეს არის მუშა პროცესი, საბიუჯეტო პროცესია. ეს არის პირველი ვარიანტი წარმოქმნილი პარლამენტში მთავრობის მიერ. მოხდება გაგრძელდება კონსულტაციები სამინისტროებთან. შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები, ზოგიერთ სამინისტრო ზოგიერთი პროექტის დაფინანსების გაზრდის ან მოდიფიცირების კუთხით და ამას გავაგრძელებთ და შემდეგი ეტაპი საბიუჯეტო პროცესში არის 5 ნოემბერი, როდესაც ხელმეორედ მთავრობა შემოიტანს პარლამენტში. დაფინანსება შეუმცირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარების ფონდს, ენერგეტიკის სამინისტროს და სახჭრაასრულებისა და პროფაციის სამინისტროს. მომავალი წლისათვის საშტატო ერთეულს ზრდის და ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. ბიუჯეტიდან კი დამატებით 21 მილიონ ლარს ითხოვს. ბიუჯეტი, რომელიც არის შემოსული დღეს პარლამენტში, არის სამუშაო ვარიანტი. ფინანსთა სამინისტროსთან ჩვენ ვიხილავთ ჯამურად 233 მილიონი ლარის ბიუჯეტს ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელიც არის ჩასლილი სხვადასხვა მიმართულებით. შემდეგ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის დაწყებითი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტოს სახით, მათ შორის ექსპორტის ხელშეწყობის და მხარდაჭერის სააგენტოს სახით, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ისე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად მუშაობის შედეგად ჩვენ მივაღწევთ ყველაზე უფრო ეფექტურ ბიუჯეტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციები იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო ნაკადებზე ზრუნვა, არამედ შიდა ნაკადების სტიმულირებაც. რასაკვირველია, ჩვენ უფრო აქტიურად და გაცილებით აქტიურად ვიმუშავებთ მიზნობრივ ბაზებზე, ვიდრე მუშაობდით წელს, იმიტომ რომ ბიუჯეტი და დასახარჯი თანხა გვექნება გაცილებით მეტი. ჩვენ ასევე ორ დანარჩენ მიმართულებას გამოვყოფ, ეს არის ხარისხზე ზრუნვა. 2014 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ექნება გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ჰქონდა 2013 წელს. საქართველოს პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყო. კანონმდებლობის მიერ შენიშვნებით დაბრუნებულ ბიუჯეტს საქართველოს მთავრობაში ასწორებს. საბოლოოდ კი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამტკიცებლად ისევ პარლამენტს დაუბრუნდება. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს გიორგი ჩივიაშვილი ბრალდების მხარეს თხოვს ერთი დღით ადრე გააცნოს იმ რამდენიმე მოწმის ვინაობა, რომლებიც ხვალინდელ პროცესზე უნდა დაიკითხონ. დასაქმების პროგრამა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ბრალდების ამ ეპიზოდებზე ყოფილი პრემიერის პროცესი ქუთაისის სასამართლოში ხვალ 12 საათზე განახლდება. პროცესზე შევთანხმდით, რომ პროკურატურა წინასწარ გვეთყოდა იმ მოწმეთა სიას, რომლის დაკითხვასაც განახორციელებდა შემდეგ პროცესზე. მიუხედავად ამ დანაპირების, პროკურატურა არ ასრულებს როგორც ჩანს ამას, მან ამ წუთამდე კიდევ არ ვიცით ვის დაკითხვას აპირებს. დამერწმუნებით შეუძლებელია 3979 მოწმის წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენების ზეპირად ცოდნა. შესაბამისად, პრაქტიკულად დაცვა რჩება ისეთ სიტუაციაში, როდესაც მთლიანად დარღვეულია შეჯიბრობითობის პრინციპი, წარმოუდგენელია ჩვენ ვიყოთ ისევე მზად, როგორც იქნება ამ ბრალდება მომზადებული ამ პროცესისთვის. შარტავას პირველი ბინის მოსახლეობა ეზოში გზის საფარის მოწესრიგებას უკვე წელიწადზე მეტია ითხოვს. ყოველი წვიმის დროს წყლის გუბეები დგება და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
ეს ოხრეშით არის დაფარული, რის გამოც ბავშვები თამაშის დროს სხვადასხვა დაზიანებას იღებენ. დახმარებისათვის მოსახლეობამ ამჯერად ტელეკომპანია რიონს მომართა. Სარშან ეს თავრობა რომ შეიცვალა მანამდინ მევიდნენ, შეკვირდნენ, რომ ეს გარაჟები ეიღენ, ჯერ შეკვირდნენ გარაჟების აღება სასწრაფო, თორე 2000-ის ჯარიმა. აღაღებიან, მევიდნენ, მე კაი ბაღი იქნებაო. ბაღს გავაკეთებ კაიო, ბავშვები თამაშობენ, კარუსელი და მის მერე ასია როგორცა. ბავშვებს ძალიან უჭირს, მოდიან ეზოში ხრეში ყრია, ხან ფეხდამტვრეული მოდიან, ხან ცხვირგატეხილი მოდიან. გზა არ გვივარდა, ერთი წელიწადი არ გვკვირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არაა. გთხოვთ ყველას, რომ გაგვიკეთოს და მოგვიგაროთ ეს საქმე. წვიმაში სულ ტალახში არიან ბავშვები და ძალიან უჭირთ. როგორც მერიის საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურში აცხადებენ, მათთვის მოსახლეობას არ მიუმართავს, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარება თანადაფინანსების პრინციპით არის შესაძლებელი. მაგასთან დაკავშირებით არის სპეციალური პროგრამა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მხრიდან თანადაფინანსების პრინციპით. ამისათვის ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ ბინადმესაკუთრეთა წევრებთან შეთანხმებით უნდა მიმართოს კერძო საპროექტო ორგანიზაციას და ამზადებინოს სახარისთაღრიცხო საპროექტო დოკუმენტები და ამის შემდეგ მთლიანი თანხის პროცენტული ოდენობა დაახლოებით 20% ამ ეტაპის უნდა აკრიბოს და შეიტანოს მერიის სპეცანგარისს. ამის შემდგომ მას ხარისთაღრიცხვა და ეს გადახდილი ქვით არის მოაქვს ჩვენთან მერიაში საბინაო სამსახურში და ვაწერინებთ განცხადებას, სადაც მითითებული იქნება, რომ ეს ადამიანები ეთანხმებიან ამ კონკრეტულ პროგრამას და ამის შემდეგ უკვე ასეთნაირად წარმოადგენილი ხარისთაღრიცხვების საფუძველზე ჩვენ ვაცხადებთ უკვე ტენდერს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროგრამა კორპუსი სწორედ მსგავსი ტიპის პრობლემების აღმოსაფხრელად არის შექმნილი. ძეგლების დაზიანება ქუთაისში გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მეორე საჯარო სკოლაშია. იოსებ ოცხელის ძეგლს ცხვირი მომტრეული აქვს. სკოლის დირექტორის თქმით, ძეგლს დიდი ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა, თუმცა ისევ დაზიანდა. რაც შეეხება პრობლემის აღმოფხრას, სკოლიდან შესაბამის სამსახურში ძეგლის შეკეთების შესახებ განცხადება არ შესულა. თავიდან როცა მოვედით, სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოები მე ძეგლებზე ჩატარებული დამხვდა, ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო. მაშინ ეს მეგეუნებით 5 წლის წინ ანდელ ამბავს, დიახ. და ჩვეულებრივად ძეგლები რესტავრირებული იყო და ძეგლებს არაკლიათ მოვლა პატონობა, ეს ერთადერთი სკოლა, რომ მასწავლებლებს, რომელმაც ძეგლი დაუდგა, ამ ეტაპზე ძეგლის ცხვირის რესტავრაციის საკითხისთვის არავისათვის არ მიგვიმართა. და შეიძლება ეროზიას განიცდის, განიცდის ბატონ პირველი სკოლის წინ ილო ფოტოგრაფის ძეგლს რო ცხვირი მოტეხეს, ის ხო აღდგა რესტავრირებული. ამას აკეთებს ვანდალისტები და ვანდალიზმია ეს და ბარბარიზმია. ბარბაროსები აკეთებდნენ ამას და შეიძლება თვითონ ან ბავშვმა გააფუჭა ან ეროზიას, აი ქვა განიცდის ეროზიას. ეხება ოცხელის ძეგლს მეორე გიმნაზიაში. ჩემს სამსახურში ჩემი ინფორმაციით ჯერ მომართვა არ ყოფილა, არ გაკეთებულა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინიციატივით ახლა სამსახურში იგეგმება ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ ცენტრალურ ბაღში მდგარი ძეგლები გათეთრდეს და მოხდეს მათი ესეთი ზედაპირული რესტავრაცია. ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ კულტურის სამსახურთან, რადგან ასევე ვფიქრობთ რესტავრაციის პარალელურად მოხდეს ის, რომ დაეწეროს, მოხდეს წარწერების გაკეთება იგივე 3 ოთარის ძეგლზე, მოხდეს მათი მოკლე ბიოგრაფიების დატანა. ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება კულტურის სამსახურთან თანამშრომლობა. რაც შეეხება ოცხელის ძეგლს, როგორც კი გაკეთება მომართვა, ჩვენ დავჯდებით და გავატარებთ რაიმე ღონისძიებებს, ვიფიქრებთ თუ როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრა. ქალთა კლუბის წევრებმა დღეს უკრაინულ ქალთა კლუბს უმასპინძლეს. ანალოგიური სახის კლუბი უკრაინის ქალაქ კრამატორსკში 2002 წელს დაფუძნდა. შეხვედრის მიმდინარეობისას ქართული და უკრაინული კლუბების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი ქალთა კლუბისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ვაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან. აი აქ ოქროს ჩარდახში მოხდა მემორანდუმის გაფორმება უკრაინის ქალთა კლუბ პანისთან. ეს არის აბსოლუტურად სხვა ქალთა კლუბი. ჩვენ ვაერთიანებთ 40 აქტიურ ქალბატონს. ჩვენი მოღვაწეობის მთავარი მიმართულება კეთილის საქმის კეთება, მიუსაფარი ოჯახების დაცვა და ქალთა რაოდენობის ზრდა ბიზნესში. აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად ეროვნული განსხვავებისა,
ქალებს აერთიანებს ერთი და იგივე მიზნები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გვაქვს მსგავსი ღონისძიებები, მსგავსი სოციალური თუ კულტურული პროექტები. დღესვე ქალთა კლუბმა SOS ბავშვთა სოფელთან და მცირე ტიპის საოჯახო ტიპის სახლთან ბრესტ საქართველოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დღეს ქუთაისის ქალთა კლუბთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს SOS ბავშვთა სოფელში მცხოვრები ბავშვების დახმარებას, რაც გამოიხატება საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. მოგეხსენებათ, ქუთაისის მცირე ტიპის საოჯახო სახლის აღსაზრდელებთან რამდენიმე წელია მეგობრობს ქალთა კლუბი და ეს ქალბატონები სისტემატურად სხვადასხვა სადღესასწაულო დღეებს გვილამაზებენ, მათ გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და დღეს ბავშვთა სოფლის ტერიტორიაზე მოხდა ყველაფერი ამ ურთიერთობის მემორანდუმით გამყარება. ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის ქალთა კლუბის ინიციატივით ფილმის ჩარლი ჩაპლინის ჩვენება გაიმართა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკლი პარტელიანი და ფედერაციის გამგეობა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ფედერაციის ხელმძღვანელები საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენის წარმომადგენლებს ხვდებიან და კონსულტაციებს მართავენ. მიზანი წესდების შემუშავება და არჩევნების თარიღის დადგენაა. ამ დრომდე პრეზიდენტობის სურვილი 4 კანდიდატმა გამოთქვა. არჩევნები არაუგვიანეს 14 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. გამგეობის წევრი კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ წარიმართა ჩვენი საუბარი. იყო იქ რამდენიმე საკითხი, რომელიც დააყენეს დამსწრე ადამიანებმა, შემოთავაზებები, წინადადებები, ეს ყველაფერი განიხილება გამგეობის მიერ, სხვათა შორის იყო რაღაც გაურკვევლობაში მყოფი ადამიანების წინადადებები, რომლებიც ვერ გაერკნენ აი მომენტებში, თქვათ აგვისტოს თვეში ამ ყრილობის დროს, როცა მათ საერთოდ ვერ გაიგეს თუ რა ხდებოდა, ჩვენ აუხსენით და აუხსენით რას მთავარია ის, რომ ჩვენი თითოეული შეკრება დღევანდელსაც ეხება იმ ორ გასულსაც და შემდეგ შეხვედრებსაც, თითოეული შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველოში კალათბურთის ფედერაციის არჩევნები ჩატარდეს აუცილებლად სამართლიანად. წესდება, რომელიც იმერეს გადმოგცეს, ის წესებაში რაღაც დიდი ხარვეზები იყო და სწორედ ეს საკითხებზე მქონდა მე დაყენებული. ანუ უვადოთ იყო პრეზიდენტის არჩევა და ეს აბსოლუტურად აღმოჩნდა ტყუილი და დამარწმუნეს და შემდეგ წესდება წავიკითხე ახალი წესდება, სადაც იქ მითითებულია ვადა 4 წელი. და ახლა ყველაზე მთავარი, რომელიც ახლა ვწყვიტავ და ახლა კიდევ ვარჩევთ ამ საქმეს, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? ფიზიკური პირებმა, იურიდიული პირებმა, ფედერაციებმა, კავშირებმა, ანუ კავშირები მრავალნაირი არის, ვეტერანთა კავშირი არის, საჯთა კავშირი და ასე შემდგომ. და მე ვფიქრობ, ჩვენ მოვართ ერთ ხაზზე და ერთხელ და სამუდამოდ დაესვება ამას წერტილი და ავირჩიოთ ერთხელ პატიოსან არჩევნებში ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს.